მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება კითხვას, ვერსიებზე პოლიტიკოსებმა თავისი სათქმელი და თავისი ისაუბრონ, მე უფრო ვეცდები ეს პროცესი ისე შევაფასოთ, როგორც უფრო ფინანსური, როგორც ინსტიტუციური და როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროცესებიდან გამომდინარე, პრაგმატული და საქმიანი მიდგომიდან ეს უფრო ადეკვატური იქნებოდა ჩემი მხრიდან. ბრძოლა არ ბრძოლა, რასაც უნდა დავარქვათ, მიმდინარეობს ფაქტია, რომ გამოვლინდა კორუფციის შემთხვევები, რომელიც სახელმწიფომ, ყოველ შემთხვევაში იმ ხალხმა, ვისაც ხელთ უყრია ამ სახელმწიფოს მართვა, დაადასტურეს და დადასტურებით ამბობენ, რომ ეს არის კორუფციის შემთხვევა, ამის გამო დააკავეს ადამიანები, წაუყენეს ბრალდება, ვიდრე არ დამთავრდება გამოძიებები და ასე შემდეგ სასამართლოები არსებობს ესეთი რაღაც მე მგონი იურიდიულად სწორი იქნება უდანაშაულობის პრეზუმპციის შენარჩუნება და პიროვნებებზე არაფერს არ ვიტყვით, მაგრამ ვთქვათ ფაქტებზე, რა ფაქტებზე დაყრდნობითაც არის ეს კორუფციასთან ბრძოლა. და რეალურია თუ არა, ეს რეალობა არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვიგებთ, გვაძლევს ეს მართველი გუნდი და გვაძლევს რაღაცა ფაქტების იმ მოცემულობით, რასაც ისინი გვთავაზობენ, რომ ჩვენ მივიღოთ. მეორე საკითხია, ჩვენ ამას მივიღებთ, არ მივიღებთ, როგორ ხედავთ, რამდენად რეალურია, რამდენად ლოგიკურია. აი ეს დაკავებების სერიაც იყო თუ არა აღიარება, რომ აი რაღაც კორუფცია ბიუროკრატია სჭამდა. აი ზუსტად აქეთ მივდიოდი, იმიტომ ის ამ აღიარებითი ჩვენებების თუ ამ აღიარებითი თუ ამ დაჭერის სცენების ან აი ამ ქეშის ამოღების თუ იქ რაღაც კინოკავალობის ამოღების ან დანგრეული რაღაც შენობების ან ცარიელი ადგილების ჩვენება, რომელიც ხელისუფლებას ანამ გვაჩვენებდა თქვენი კოლეგები და ბევრი ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტური გამოძიებები ან ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები მათი კვლევებზე დაფუძნებით გვაწვდიან საზოგადოებას და საუბრობდნენ და თან საუბრის გარეშე ჩვენ თვითონაც ამას ხედავდით, ხო, მაგალითად უნდა კონკრეტულ ადგილზე 8 წლის წინ რომ უნდა აშენებულიყო სკოლა და ყოველ წელს მშობლები რომ ელოდებოდნენ ამ სკოლის აშენებას და ვერ შეყავდათ ბავშვები, ამას არ ჭირდებოდა რაღაცა და არ ჭირდება რაღაც დიდი ჟურნალისტური გამოძიება. ასევე არ ჭირდება გამოძიება და დიდი ანალიტიკური უნარები, რომ წარმოდგენა დაგჩეს თანამდებობის პირის ცხოვრების სტილი, რამდენად შეესაბამება იმ ხელფას. ის მიღებულ შემოსავალს. დიახ, რა თქმა უნდა, აქაც ასე არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თანამედროვე დროში ვცხოვრობთ, უამრავი ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალება, რომ ადეკვატურად დავადგინოთ ეს ყველაფერი. სამოსის ფასიც კი გადამოწმებადია. და თან ისე იყო, დრეს კოდი იყო, ამაზე ჩვენთან კი არა ადრეს რომელიღაც ეთერში ვახსენე, ჩემი ევროპარლამენტარი მეგობრები ხუმრობდნენ, რომ ქართულ პოლიტიკაში დრეს კოდიო გადის იმ მაღაზიებში, სადაც რუსი ოლიგარქები დადიან მარტო. ანუ ეგ ბრუსელში რამოდენიმე ესეთი ბუტიკია, სადაც მარტო ქართველები და რუსები დადიან, რუსი ოლიგარქები დადიან. ამიტომ ის იმდენად ღატაკია მილიარდერი ჩინელებისთვის და არაბებისთვის, რომ მანდ არ შედიან და იმდენად კიჩურია დანარჩენი ევროპელებისთვის, რომ მარტო ეს ორი სეგმენტია, ვიზეც მშაობს ეს ხალხიო. ნუ ეს ცალკე იუმორის თემაა, სამწუხაროდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაგრამ ამ თემას რომ დაუბრუნდეთ, ამ ჭყალებში გაჟღერებულ და ამოცხადებულ კორუფციას, აქ უფრო ის იკვეთება, რომ რეალურია იმდენად, რამდენადაც თვალშისაცემია, დიდი ხანია ჩვენ ამას ვხედავთ და უფრო მძიმე და უფრო ცუდი არის ის, რომ ეს განცხადებები, რომელსაც აი ეს მართველი გუნდი, ასე ვთქვათ, ისე ნოყიერად იძლევა, იმ ფორმებით იძლევა, რომ ზიანდება არა მარტო შიდა მომხმარებლებისთვის ჩვენი ფსიქიკა, არამედ ქვეყნის რეპუტაცია. იმიტომ რომ საუბარი და საქმე გვაქვს ძალიან მძიმე სისტემურ დანაშაულებებთან, რომლის ხელშეწყობაც, ფარველობაც და წახალისებაც თურმე ხდებოდა წლების მანძილზე. თუნდაც გუშინდელი განცხადება პარლამენტში, როცა გაცხადდა, რომ ერთ-ერთი უძველესი უდიდესი ფონდის მუნიციპალური განვითარების ფონდის, რომელიც დაფუძნებულია 97 წელს და არის სახელმწიფოს საკუთრება, სახელმწიფო ფონდი, არის სპეციალურად შექმნილი ფონდი, სპეციალურად შექმნილი ინსტიტუცია, რომელშიც ხდება აკუმულირება ყველა მოზიდული საერთაშორისო დახმარების დონორული, ეს არის სესხი თუ გრანტი თუ სხვა დახმარება და აქედან ნაწილდება ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია და ელემენტარულია ქვეყნის განვითარებისთვის.
ფონდის მისიაც ეგ იყო, რომ განაწილოს ეს დახმარებები, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რომ ხელი შეეწყოს სიღარიბის დაძლევას და ძალიან ჭახეს ადგილგრძელო მისია ამ ფონდს. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ქვეყანაში არსებულს დიდი პატივი იქნებოდა, რომ ასეთ სამსახურში და ასეთ ფონდში ემუშავა, რომ კონტრიბუცია გაეწევია. თქვენ ახლა აქცენტს აკეთებთ ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებაზე, რომ ამ ფონდის 214 თითქმის 216 რაღაცა, ანუ 76% პროექტების იყო პრობლემური, პრობლემა მათივე განცხადებით შეფასდა მილიარდ ლარად და ნუ რა თქმა უნდა ვიშვიშია. ეს ციფრი მილიარდი ლარი ტექნიკურად თუ ავიღოთ 100 ლარიანი კუპიურებით 1 გრამია თუ რაღაცა 1 გრამი კუპიურა და ახლა 10 ტონა მაკულატურა გამოდის, ხო? 10 ტონა მაკულატურა შეიძლება დაეტევოს ერთ სატვირთო მანქანაზე და ერთი სატვირთო მანქანა უნდა წახვიდე რაღაც გზაზე, რომ A პუნქტი და B პუნქტამდე მივიდეს, ხო? ანუ მარტივი მოცემულობაა, მაგრამ სიმარტივეს კარგავს იქ, როცა გზა არა გაქვს, ხიდი არა გაქვს, სკოლა არა გაქვს, ბაღი არა გაქვს და ეს მილიარდი არის ჩვენ უნდა დავითვალოთ ამ უშუალოდ მილიარდის თემა კიდე კარგად მინდა რომ გვესმოდეს რომ ვიღაცამ ეს მილიარდი 100 ლარიანი კუპიურებით არ გადაკეცა და ჯიბეში არ ჩაიდო პირდაპირ გაგებით, ხო? მილიარდიდან რაღაცები გაკეთდა ან სუდად, ან დაიწყო და ვერ დავწავიდა და საინტერესო ფრაზა იყო ზოგიერთიო გვეუბნებაო დამკვეთი კი რომ ვარ დამჩაო ეს ყველაფერი თუ ხარისხიანად გავაკეთეო ეხლა ეს ცოტა საბავშვო ბაღის ამბავია რა თქმა უნდა დამკვეთები არსებობენ ყველანაირი მაგრამ იმიტომ არის ამ ხელა ინსტიტუციური ორგანიზაცია და ფონდი და სახელმწიფო იმიტომ ხარ და თუ მთავრობობანას არ თამაშობ რომ შეაფასო ეხლა თავიდანვე ეს კითხვა დავსვი რომ ეხლა ეს რეალური ბრძოლა თუ ანუ რა შთაბეჭდილებას გიქმნით პროფესიონალურად პროფესორ არ მოდით იცი ბრძოლას თავს დავანავე მე რეალურ პრობლემებს გვიქმნის და რეალური პრობლემა დაგვხვდა და რეალური პრობლემა არის მოსაგვარებელი ყველასი მათ შორის იმ ხალხის ვინცაც ჩვენ არ ყალებში არ მოვწონვართ და ვინც შეიძლება ჩვენ არ მოგწონს ხო არ არის იდეალური ესეთი საკაც ცნობილი იუმორია რაღაც რაიკინის ხო ვიღაცა ვინ ჩვენ არ მოგწონსო ისიც სიხიტის ხო დეფიციტის ახსნაზე აქვს ცნობილი იუმორისტული სკეჩია ეს საბჭოთა პერიოდის და ახლა ამ ნაწილში მოდით ვისაუბროთ ფაქტით რა მოხდა ანუ მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა პასუხისგებელი პირები გამოვლიდნენ მაგრამ არა ინდივიდუალურ დონეზე მაგრამ სისტემურ დონეზე იმიტომ რომ ეს პასუხისგებელი არის სისტემა მთლიანი სისტემაა რომელიც არის სამინისტროს ქვეშ სამინისტრო არის მთავრობა მთავრობის ქვეშ არის ეს სამინისტროს ქვეშ არის ეს ფონდი და ამ ფონდის ახლაც მთავრობაზე გავლენას ინარჩუნებს და რა თქმა უნდა ეს მისი გუნდია კაცი რომელიც იმ წინაზე და იმის წინაზე და მთელი 13 წელი მთავარი პასუხისმგებელი საკადრო შერჩევაზე პირველ რიგში და ეხლა საუბარი იმაზე რომ მთელი ეს წლები იყო ამ ტიპის ამ მასშტაბის კორუფცია რაზეც მათ შორის თქვენ ახსენეთ საგამოძიებო ჯგუფები მუშაობდნენ და ამის პასუხად ისინი მუდმივად იღებდნენ რომ ეს არ არის სიმართლე და თქვენ კი ცემათ ყეპას და ასე შემდეგ პირდაპირ გაგებითაც თუმცა რომ დაუბრუნეთ ამ თემას ისევ მილიარდზე მინდა ეს ზარალი რომელიც გაგვიცხადდა ეს არის მილიარდზე გაცილებით მეტი ეს ფული ეს ზარალი ჩვენ დავითვალოთ დროში გაწერილ ბჭყალებში ეფექტად ანუ რა დრო დაიკარგა რა ინფრასტრუქტურა ვერ შეიქმნა ამ მილიარდიდან რეალურად რა თანხა დაიხარჯა კი რა თქმა უნდა ანუ არის ესეთი ცნება შესაძლებლობების ხარჯი და შესაძლებლობების მოგება opportunity cost და opportunity profit ანუ ამ შემთხვევაში მოგვაქვს შესაძლებლობებით ხარჯზე რომელიც დროში გაწერილია კორექტირდება ინფლაციით, კორექტირდება გლობალური მოვლენებით, პროცესებით და კორექტირდება იმ დაკარგული წლებით, რომელიც დაკარგა ამ საზოგადოებამ, რომელმაც ვერ შეძლო გამოეყვება მისი მომავალი, მისი კონკურენტუნარიანი მომავლის შესაქმნელად გარემო. ანუ ის წყალი დააკავდა ხეს, რომელიც საჭიროა მისის დისთვის და დარჩა ეს ჯუჯახე ვართ ჩვენ როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა. იმიტომ რომ სისტემაა ესეთი კორუმპირებული ადამიანებზე არ დამყავს და არ გვინდა იქნებოდა ეს დანაშაული სისტემაა რომელსაც ქმნიან ადამიანები. აი ეს ესეთი ძალიან ცნობილი ფრაზაა ქაქისტოკრატია. სხვა ასოციაციები
არ მინდა რომ გაიგოს, ეს ოფიციალური ფრაზა, რომელიც ნიშნავს მართლობით ისეთ ფორმას, სადაც არაკომპეტენტური ესეთი ნაცნობობით, რაღაც რევერანსებით ასე შემდეგ შემდგარი ადამიანების კრებული იგდებს ძალაუფლებას, კი, იკრებენ ძალაუფლებას და შემდეგ ისინი ვერ აკეთებენ სხვას ვერაფერს, რაც არ იციან და მათ იციან მხოლოდ მარტო მავნებლობა და ასევე კიდევ ასე ბევრი ასე ვთქვათ თარგია ამ სახის ჩვენ ვართ კლასიკურ ქაქისტოკრატიულ მართლობის ქვეშ. ეს პროცესი, ეს მილიარდი, რომელიც აღინიშნა რა პერიოდს მოიცავდა 1 წელს, 3 წელს, 5 წელს, ისევ ჟურნალისტური გამოძიებს რა მოლოდინი შეიძლება იყოს მაგალითად დღეს ბრიფინგზე, ანუ საიტკენ როგორ ფიქრობთ ეს მანქანა ანტიკორუფციული კამპანიის ვის კართან გაჩერდეს უნდა ლოგიკით? ნუ ლოგიკით ინფრასტრუქტურაზე იყო ლაპარაკი თუ რაღაც ახალი ეს არ გამოვიდა პირბადის მსგავსად სათვალე არა იგზალა ტარების ნაწილში და სიცხის დანაშაული გახდა იმიტომ რომ სხვაგან იღებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებას ხო უკვე ვეღარ ვიგებთ ვინას წვითავს ვინას ამბობს ახლა ჩვენ ცოტა გაუგებარია მაშინ ამ სერიალის ამ სანტა ბარბარას გაგრძელების ნაწილში ლოგიკურია რომ ავიდეს უფრო ზემდგომზე ზემდგომი ამ ფონდის არის სამინისტროს შემდგომი არის მთავრობა. ანუ მთავრობა თავის თავს ხო არ იმაზებს, ანუ თავის უკვე თავისი შვილი ერთ-ერთი უკვე გადმოაგდო იმ ჩიტმა მელიას გადმოუგდო, რომელმაც აღიარა, კი, ბატონმა ღარიბაშვილმა აღიარა ყოველ შემთხვევაში, რა აღიარა ჯერ ესეც არ ვიცით, ან რა იყო, იმიტომ ეპიზოდები მანდაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. პირველი განცხადება, რაც გაკეთდა საგამოძიებო სამსახურიდან იყო 400 მილიონი, შემდეგ ჩხრეკით თქვეს რომ რაღაცა რამოდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების ფული ამოიღეს და დანარჩენ აქტივებზე საერთოდ არაფერია და მე ამ ადამიანს აღიარა რომ იქიო მე ბიზნეს ვეწეოდიო და უბრალოდ ერთი წელი ვიყავი ბიზნესშიო და ერთ წელიწადში რამდენი 400 მილიონი კი ბატონო, მოკეთ მეტი სიცხადეა საჭირო. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მადლობა ნიკოლოზ